ხაში საუზმეა? იდეაში რატომაც არა. ძველი ეგვიპტელები საუზმობდნენ პურით, ხახვით და ლუდით. პირველი საკვები ერთგვარი ხიდი არის არაცნობიერ ცხოვრებას, ანუ ძილსა და სოციალურ ცხოვრებას შორის. მზე ანათებს ჭამი ჭურჭელია ქართული სამზარეულო ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. კაი, როდი შევეშვით დილით ლუდის მას და ყავაზე როდის გადავედით. წამოდით ახლა ნიუანსით წავიხემსოთ და ზემოდან კონტექსტი დავაყოლოთ. საუზმე. მთელი ცხოვრება მესმის რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, სადილს და ვახშამს არ აუშვებს, თავარია საუზმე ჭამოკარგი და მთელი ცხოვრება ცოტა დამნაშავედ გრძნობდი თავს, იმიტომ რომ მე თვითონ დიდი საუზმის კაცი არა ვარ. ამის ხوار ვიშავებ მეთქი ვიფიქრე, მე გამახსდა ამ გააცემებს წერ ვიდეოებს, რაც ქვია, შევისწავლი, მეც მეცოდინება და თქვენც გაგიზიარებთ. მეთქი ვიფიქრე და ისეთი საინტერესო რამეები ამოვქექე რომ ერთი სული მაქვს რომ გითხრათ. თქვენ უყურებთ ვიდეოების სერიას, სათაურით არის ერთი ნიუანსი. აქ ვიღებთ ხოლმე ყოველდღიურ საჭირბოროტო შეკითხვებს და ვცდილობთ გავცეთ მეცნიერული კვლევებით დასაბუთებული პასუხი და ვნახოთ რა ვიცით, რა არ ვიცით, რაზე მიდის კამათი. დღეს ვეცდები რომ აი ამ შეკითხვას მართლა ასეთი მნიშვნელოვანია თუ არა საუზმე, ორი მიმართულებით შევუტიოთ. იმიტომ რომ ამ შეკითხვაზე პასუხი არის სრულიად განსხვავებული იმის მიხედვით თუ რა მხრიდან შეხედავ. ჯერ ისტორიულ, კულტურულ და ანთროპოლოგიურ კუთხეს შევხედავთ, მე კი ვნახავთ ნუტრიციოლოგები და ექიმები რაზე კამათობენ. ჯერ მოდი ის ვიკითხოთ საუზმე რა არის, ანუ ვიცით ხო რომ დილას პირველი რასაც ჭამეგ არის, მაგრამ ხაში საუზმეა? ანუ ნაბახუსებზე ჭამს ხოლმე ხალხი, წესი დილა ადრიან, მაგრამ მომკალი და საუზმეთ მე ვერ აღვიქვამ. თუმცა რა ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ, კომენტარებში დაწერეთ. თან ახლა ჩემთვის მარტო იმ პირსახოცებში და ჩლიქებში არ არის საქმე და ნიუ-იორკში კიდე სუპი ვერ წარმომედგენია საუზმეთ, მაგრამ იდეაში რატომაც არა, ხო, კულტურას გააჩნია. ვიეტნამელები თავიანთ გადასარევ სუპს, ფოს თუ ფას საუზმეზე ჭამენ ხოლმე. საქმე იმაშია, რომ საუზმეზე რა უნდა ჭამო, რა საჭმელია საუზმე, ამის თანამედროვე გაგება ძირითადად მარკეტინგმა და ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო იდეოლოგიამ შექმნა. მივალ მაგამდე. ძალიან საინტერესოა, მომყევით, ვნახოთ. ისტორიულად რას ნიშნავს საუზმე, რა უნდა ჭამო საუზმეზე, სხვადასხვა ხალხისთვის, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა რამეს ნიშნავდა. ანთროპოლოგები ამბობენ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რამეა ეს საუზმე, რადგან განთიადი და პირველი საკვები ერთგვარი ხიდი არის არაცნობიერ ცხოვრებას, ანუ ძილსა და სოციალურ ცხოვრებას შორის. ამას გარდაც ახლა დიდი განსაკუთრებული მტკიცება არ გვჭირდება, რომ ზოგადად საკვები არ არის მხოლოდ მუცლის ამოყორვის დანიშნულება არ აქვს. ისედაც უზარმაზარი დატვირთვა აქვს, ეროვნული სამზარეულო ბევრისთვის ისეთივე სიამაყის წყაროა, როგორც კულტურა, ჩვენთვის ქართველებისთვისაც ეგრეა, იმიტომ რომ ძალიან მაგარი სამზარეულო გვაქვს. ამის წყარო არ მაქვს, იმიტომ რომ ფაქტია, არ გვჭირდება წყარო, მზე ანათებს ჭამი ჭურჭელია ქართული სამზარეულო ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. სხვები რას ჭამდნენ? ძველი ეგვიპტელები საუზმობდნენ პურით, ხახვით და ლუდით. ოღონდ იმათი ლუდი სხვანაირი იყო, ნაკლებად ალკოჰოლური, უფრო თხელი ფაფის კონსისტენცია ჰქონდა, ზოგჯერ საწრუპით სვამდნენ, იმიტომ რომ სქელი იყო და ტკბილი იყო, უფრო თაფლით და ფინიკით ატკბობდნენ ხოლმე. არქეოლოგებისგან ვიცით ეს და ისტორიულ წყაროებშიც შევხვდებით ცნობებს ამის შესახებ. ეხლა ძველ რომში გადავინაცვლოთ, სადაც საუზმე მაინდა-მაინც არ ჰქონდათ, იენტაკულუმ ერქვა დილის ჭამას და როგორც წესი ეს იყო, რომ ან ზეთისხილს ჩაიყრიდნენ პირში, ან თხილს, ან ღვინოში ჩამბალ პურს, იმათი ღვინო სხვანაირი იყო. იდეაში უფრო სქელი სიროფის კონსისტენციის ტიპი იყო და ამიტომ წყალში აზავებდნენ და პურის ჩაწობა აუცილებელი იყო, იმიტომ რომ ეს პური მაგარი იყო, ისე და კბილებს მოგამტრევდა. ისე კი, როცა ვლაპარაკობთ, რომ ძველად ვინ რას ჭამდა და რაღაცა, სულ იმის დაკონკრეტებაც გვიწევს, რომ გააჩნია, რომელ სოციალურ კლასს მიეკუთვნებოდა ის ვიღაც მჭამელი. ძველ რომში მაგალითად, ეხლა ვიზეთ ვთქვით, მუშების დიდი ნაწილი ინსულაში ცხოვრობდა, რაც თანამედროვე ენაზე რო ვთქვათ, არის კორპუსი, სადაც ბინას ქირავდნენ და ამ ბინაში სამზარეულო არ იყო. ამიტომ ცხელკერძს გარეთ შეჭამდნენ მარტო და სახლში ვერა. მაგრამ ვიღაც დიდგვაროვანს ან ისე მდიდარ საგანგებო მზარეულობის ჯარი ეყოლებოდა. მნიშვნელობა ჰქონდა ასევე არა მარტო იმას თუ რას ჭამდი დილას, არამედ როდის ჭამდი. მაგალითად, შუა საუკუნეების ევროპაში გლეხები უფრო ადრე ჭამდნენ ხოლმე, იმიტომ რომ ეგრე ჭირდებოდათ, საქმე იყო დილას ადრე გასაკეთებელი. არისტოკრატები კიდე ყანაში არ იყვნენ გასასვლელი და ამიტომ უფრო გვიან დგებოდნენ და საუზმესაც უფრო გვიან გიახლებოდნენ. ანუ მათთვის რო გეკითხა რომ საუზმე მნიშვნელოვანია თუ არა, ალბათ არ იტყოდნენ რომ ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ თუ კარგად დაელაპარაკებოდი, აღმოაჩენდი რომ კაი მნიშვნელობა აქვს. ანუ მიუთითებს ვინ ხარ და რას წარმოადგენს. შეგვიძლია შუა საუკუნეებს გადავახტეთ,
მით უმეტეს რო აქ ხა ქვეყანას გააჩნია და ზოგჯერ საუზმეს საერთოდ არ ჭამდნენ რელიგიური მოსაზრებით, მუცელი რომ არ გაექორებინათ და შეიძლება ცოტა პური ეჭამათ და ელი მიეყოლებინათ. და მოიცა კიდე ალკოჰოლი დილით. ეგრე იყო და მოდი ხაზგასმით გეტყვით რომ დილიდან ალკოჰოლის მიღებას თანამედროვე მედიცინა არ მიესალმება და მაგით ნურავინ გაიმართლებთ თავს რომ აი ეგვიპტელები დილას ლოცვამდნენ, რომაელები ღვინოს 21 საუკუნის ქართველი რითი ვარ ნაკლები. არა. თუმცა ხარ ასე ჩემი საქმე არ არის. კაი, როდის შევეშვით დილით ლუდის მას და ყავაზე როდის გადავედით. როდის და ევროპაში მაინც ასე მე-16 საუკუნის ბოლოს მე-17 დასაწყისში ყავა ევროპაში შევიდა ოსმალეთის იმპერიიდან და თავიდან როგორც ყველაფერი უფრო არისტოკრატების სასმელი იყო, მერე სხვებმაც აითვისეს და ამის პოპულარიზაციას ხელი შეუწყო იმანაც რომ მარხვის დროს შეიძლებოდა დალევა. ანუ ამ დროს იყო მსჯელობა მაგასთან დაკავშირებით, ვატიკანმა დაადგინა 1662 წელს რომ liquidum non frangit jejunium, ანუ ლათინურზე ნუ გამომეკიდებით, სითხე მარხვას არ არღვევს. მაგას ნიშნავს და ამიტომ კათოლიკურ ქვეყნებში ყველაზე მკაცრი მარხვის დროსაც სვამდნენ ყავას და მიირთმევდნენ შოკოლადს. შოკოლადს რაღაცო, იმიტომ რომ ეგეც სითხე იყო, ცხელი შოკოლადი. რახან ევროპაში ვართ, აქვე დავრჩეთ და მე-19 საუკუნეში საშუალო კლასის წარმომადგენლებში დილის მძიმე საუზმე ნაკლებად პოპულარული გახდა, იმიტომ რომ ეს მძიმე ფიზიკური სამუშაო აღარ ჰქონდათ, დღეში 4000 კალორია არ ჭირდებოდათ და ამიტომ რაც ყავა და რამე ტკბილზე გადავიდნენ. ეხლა მე-19 საუკუნის ბოლო მე-20 დასაწყისია ამერიკაში წავედით, სადაც დღეს ბევრისთვის ჩვეული საუზმის იდეა გაჩნდა. ნუ ჩვენთვის ქართველებისთვის იმდენად არაა ჩვეული წესიერი სიტყვაც არა გვაქვს შესაბამისი. breakfast cereal არის ინგლისურად, სიმინდის ბურბუშელა წერია ლექსიკონში, მაგრამ ბურბუშელა რაღაცა ისეთ სიტყვაა, სხვა რაღაცას ვეძახით ხოლმე და მაღაზიებში სიმინდის ფანტელებს წერენ, მე მგონი ფანტელი უკეთესია. ხო და განსხვავებით სხვა აქამდე ნახსენების საუზმეულისგან ეს თავისით არ გაჩენილა, ექიმმა ჯონ ჰარვი კელოგმა შექმნა ლაბორატორიაში. ძალიან მორწმუნე პროტესტანტი იყო და მიიჩნევდა, რომ გემრიელი საჭმელი ვნებებს აღზრავდა და ამიტომ დილით უგემური რაღაცა უნდა გეჭამა. ეს ფანტელები მიიღო შემთხვევით, მოხარშული ხორბალი გარეთ დარჩათ, გახმა ცოტაა და მერე დაჭრა როს ცადეს, აღმოაჩინეს, რომ იქერცლებოდა, ფანტელდებოდა. და მერე თუ მოხალავდი ხრაშუნებდა. მერე აღმოაჩინე რომ სიმინდით კიდე უკეთესი გამოდიოდა და ასე მივიღეთ სიმინდის ფანტელი. უფრო სწორად აკლდა კიდე ერთი ინგრედიენტი შაქარი. ექიმ კელოგს უნდოდა რომ ასე უგემურ ხრაშუნა ტიპებად დარჩენილიყო, მაგრამ ძმა ყავდა ვილი, რომელსაც ეს მორალი არ აწუხებდა, რომ საჭმელი აუცილებლად უგემური უნდა იყოს, ფულის კეთება უნდოდა და ამბობდა რომ შაქარი დავამატოთო. ექიმი ჯონი გაგიჟდა, რას ამბობ, ამითი ვნებები უნდა მოვთოკოთ, შაქარი კიდე პირიქით ვინიცის რეებს აღძრავსო. ვილმა 1906 წელს კელოგის კომპანია დაარსა და შაქრიანი ფანტელების გაყიდვა დაიწყო. ჯონს მისთვის ხმა აღარ გაუწია მთელი ცხოვრება. All you need is milk or cream, because Kellogg's Sugar Frosted Flakes are ready sugared, ready to eat. 1950-იანებში მასიური სარეკლამო კამპანია ჩაატარეს და ეს შაქრიანი ფანტელები ამერიკელი ბავშვების საუზმეთ იქცა. რახან ამერიკაში ვართ, ეს ფრაზა რომ საუზმე არის ყველაზე მნიშვნელოვანი, აქედან მოდის ამერიკიდან, ვისაც პიარიან რამე მომიჯნავე გისწავლიათ, გეცოდინებათ ედვარდ ბერნეისის სახელი, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის და ეგეთების ერთ-ერთი მამა, რომელსაც უამრავი მამაძაღლობა აქვს გაკეთებული. 1920 წელს ბეკონის წარმოებელმა კომპანიამ დაიქირავა ის და უთხრა რომ მიშველე ედვარდ ბეკონი აღარ მეყიდება. ხალხი სულ კონტინენტურ საუზმეზეა გადასულიო. კონტინენტური საუზმე არის რო ვახსენე რა, ყავას რო კრუასანს მიაყოლებ და კონტინენტური ქვია, იმიტომ რომ ინგლისელებმა დაარქვეს, ანუ ინგლისი კუნძულია, ინგლისის მხრიდან ეს კონტინენტური ევროპის მოდა იყო, თავად ინგლისში ინგლისური საუზმე გეწოდინებათ არა სისხლიანი პუდინგი, ლობიო, კვერცხი და ბეკონი. მოკლედ, მაგიტო ქვია კონტინენტური საუზმე, რომელიც ამ დროს არის მოდაში ამერიკაშიც. მაგრამ მოდა იცვლება. ბერნეისმა თავისი სააგენტოს ექიმს კითხა, რომ დილით როგორ ჯობიაო, ყუათიანი მაწიერი საუზმე ჭამოთ თუ მსუბუქიო. იმან თქვა, რა თქმა უნდა, ნოყიერი ჯობიაო. შემდეგ კიდევ 5000 ექიმს დაუგზავნეს კითხვარი, აქედან 4500-მა მსგავსი პასუხი გასცა, მსუყე საუზმე ჯობიაო. სინონიმები არ გვიჭირს რო იცოდეთ. შემდეგ ეს რეკლამად კი არ გაუშვეს, არამედ სტატიები გამოაქვეყნებინეს გაზეთებს, რომ ექიმები მოგიწოდებენ დილას მაძღრისად მიირთვათ და ბეკონი და კვერცხი არის ეგ მაძღრისი საკვებიო. Many of them stated that bacon and eggs should be embodied with the breakfast, and as a result, the sale of bacon went up. ახლა პიარის მარკეტინგის ხალხს ამ შემთხვევაში ხშირად ასწავლიან ხოლმე და მანამდე არაერთხელ ყოფილა, რომ აი რაღაც ასეთი ისტორია მსმენია, რომელიც მე გადამიმოწმებია, იმიტომ რომ მაგით ვერთობი ხოლმე ცხოვრებაში და ძალიან გადაჭარბებული მომჩვენებია. ახლა ამ შემთხვევაში როგორ არის, რომ კვერცხს და ბეკონს ბერნეისის გარეშეც კარგად ჭამდნენ. ინგლისური საუზმე ვახსენე, ეგ არის
და მაგ დროს ამერიკაში სოფლად ბევრი ადამიანი ცხოვრობდა და ბევრს ადამიანს ყავდა ღორები და ქათმები. და დილას ამ დროს დილიდან გიწევს მუშაობა, მძიმე მუშაობა გიწევს და რა ვიცი, ბეკონი და კვერცხიარი ეგა. მაგრამ ბერნეისმა რაც ქნა ის იყო, რომ სოფლური საჭმელი ქალაქურ ტრადიციად აქცია და მოდიდან გადასული ინგლისური საუზმე მოაბრუნა ამერიკაში, რომ აი ექიმები გირჩევენ, ესე ჯობია. ეხლა ჩვენთან გადმოვიდეთ საბჭოთა კავშირში და ამით საუზმის ისტორიულ მნიშვნელობას მორჩები. ექიმები გვირჩევენ თემას ვაგრძელებ, საექიმო ძეხვი, დოქტორსკაია კალბასა გაგიგიათ ალბათ. ის ბერნეისის ბეკონი კაპიტალიზმის და მარკეტინგის პროდუქტი იყო, საექიმო ძეხვი კი სახელმწიფო იდეოლოგიის. 1936 წელს ანასტას მიქოიანი, რომელიც ეგ საქმე ებარა, ამერიკაში ჩავიდა, რომ ხორცის ინდუსტრიული დამუშავების მაგალითები შეესწავლა და დაბრუნების მერე შექმნა სტანდარტული ჯანსაღი ხორცის პროდუქტი, საექიმო ძეხვი, რომელსაც ჰქონდა ძალიან მკაცრი წესები, როგორი უნდა ყოფილიყო. როგორი უნდა ყოფილიყო, არის ესეთი, რომ 25% უნდა ყოფილიყო აუცილებლად საქონლის ხორცი, 70 ღორის ხორცი, ზომიერად მჭლე, თუ ზომიერად ცხიმიანი, არ ვიცი როგორ ჯობია, 3% კვერცხი, 2% რძე, ცოტა მარილი და არანაირი სუნელი, იმიტომ რომ საექიმო იყო და კუჭი არ გაეღიზიანებინა. საბჭოთა კავშირში ძეხვი იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რამდენიმე მიზეზის გამო, რომ ერთი სახელმწიფო იდეოლოგიის მხრიდან მიდგომა იყო ესეთი, რომ ძეხვი მიანიშნებდა, რომ მოსახლეობა არის განვითარებული, ინდუსტრიული, იმიტომ რომ მუშაკს აღარ სჭირდება დღე-დაღამე იფიქროს იმაზე, თუ რა ჭამოს, როგორ მოამზადოს, ქარხანაში დამზადებულ რაღაცას იღებს, ჭრის და მიირთმევს. ანუ კარგი რაღაცა იყო ძეხვი ამ კუთხით. შემდეგ იმდენად გაუჯდა მოსახლეობას ეს ძეხვის საკითხი, რომ წლების განმავლობაში როგორი იყო ძეხვი და ძეხვი იყო თუ არა, იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი იმისა, ქვეყანაში ეკონომიკურად რა ვითარება იყო. ეხლა საბჭოთა კავშირი დიდი იყო, სხვადასხვა ქვეყნები ამ საკითხს სხვადასხვაგვარად უდგებოდნენ და როგორც გამიგია, ვთქვათ, საქართველოში ძეხვის ესეთი კულტი არ იყო როგორც რუსეთში, მაგრამ ნუ ახლა აქაც კაი ძეხვი ყველგან უყვარდათ ხოლმე და ხუმრობა იყო 90-იანი წლების დასაწყისიდან 80-იანების ბოლოდან, რომ როდესაც ევროპისკენ გზები გაიხსნა, თურმე, არ არის ნამდვილი, მაგრამ ხუმრობა, სუპერმარკეტებში ევროპაში ჰქონდათ სპეციალური ოთახი საბჭოთა მოქალაქეების მოსასულიერებლად, იმიტომ რომ დაინახავდნენ, რომ ამდენნაირი ძეხვი იყო, გული მისდიოდათ. ის მიქოიანის საექიმო რეცეპტი, რო თქვი, რომ ძალიან კაცრად იცავდნენ 2 წელი თუ 3 წელი, მერე ფილერები დაამატეს და მოკლედ ძეხვი არის შოვება, ნიშნავს, რომ ქვეყანას უჭირს. ძეხვის როლი საბჭოთა კავშირის დაშლაზე, ამაზე არის დაწერილი ბევრი. ანუ ცხადია, მაინც კონკრეტულად ძეხვი არ იგულისხმება, ძეხვი როგორც საკვების დეფიციტი, მაგის სინონიმად გამოიყენება, მაგრამ ტომები ამაზე დაწერილი, რომ იცოდეთ. თქვენ კიდევ მნიშვნელოვანი არის თუ არა საუზმეო? აი თუ არ არის მნიშვნელოვანი. საუზმე რა შუაშია, ძეხვი, საუზმე. კაი, ახლა დიდი კვლევა ალბათ არ გჭირდება, რომ ბეკონის სასარგებლო და ჯანსაღი არ არის, არც საექიმო ძეხვი, ის თავიდან 36 წლის სტანდარტიც კი თავისი დროის მეცნიერების მხრიდან არ აუშავდა, მაგრამ დღეს ახლა ულტრადამუშავებული რაც არის, ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებთ. მედიცინა რას ამბობს? რა პასუხი აქვს ამ ჩვენს შეკითხვაზე? პირველ რიგში მინდა ცალსახად თქვა, რომ მე ვარ არც ნუტრიციოლოგი, არც კვების რაიმე სხვაგვარი სპეციალისტი, როგორი საუზმე ვჭამოთ, ამ შეკითხვაზე აქ პასუხს ვერ მოისმენთ და სადმე თუ რაღაც მარტივად დაწერილს ნახავთ, ძალიანაც არ უნდა ენდოთ ხოლმე, იმიტომ რომ არის ზოგადი რჩევები, რომ ზედმეტ შაქარს მოერიდო, ულტრადამუშავებულ საკვები მოიკლო, ალბათ ჯობია რომ მეტი ბოჭკო მიიღო, მეტი ცილა, რა თქმა უნდა ესეა, მაგრამ სხვა ბევრი უნივერსალური წესი ცოტაა. რჩევა უნდა კითხოთ პროფესიონალებს და იქაც როგორც გამიგია, კარგად უნდა შეარჩიო ვის კითხო და როგორ. აქ უფრო ზოგად სურათს ვხატავთ. ეს ზოგად სურათი ასეთია, რომ ბოლო 5 წელი ნაკლებად, მაგრამ მანამდე 10 წლის განმავლობაში დიდი დებატები მიდიოდა საუზმის მნიშვნელობის შესახებ. ხოცავდა ხალხი ერთმანეთს. გადავაჭარბე, მაგრამ კაი გამართობდნენ ბევრს. საქმე იმაშია, რომ კაი 10 წლეულების განმავლობაში მეცნიერების თანხმდებოდნენ, რომ საუზმე არის ძალიან მნიშვნელოვანი. არაერთი კვლევა აჩვენებდა, რომ იმ ზრდასრულებს, რომლებიც რეგულარულად საუზმობდნენ, ჰქონდათ ზოგადი კვების უკეთესი ხარისხი, სხეულის ნაკლები წონა და გულ სისხლძარღვთა დაავადებების და დიაბეტის უფრო დაბალი რისკი. მაგრამ ეს კვლევები იყო ხშირად უფრო დაკვირვებაზე დაფუძნებული და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა იყო რთული, ანუ რას გულისხმობ, რომ ეს ხალხი ჯანმრთელი იმიტომ იყვნენ, რომ საუზმობდნენ, თუ იმიტომ, რომ ვინც საუზმობს, ასევე მიდრეკილია, რომ უფრო ივარჯიშოს, შეიძლება ნაკლები მოწიოს, შეიძლება უფრო სტრუქტურირებული ყოველდღიური რუტინა ჰქონდეთ, რაც მნიშვნელოვანია. კი, კვლევები იყო, მაგრამ ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არ იყო საუზმე. ძალიან პოპულარული და აქტუალური თემა არ იყო და თავსაც არ იკლავდნენ მაგის კვლევით. ასე 2010-იანი წლებიდან შეიცვალა ვითარება, რადგან მოდაში შემოვიდა ინტერვალური შიმშილი, ინგლისურად intermittent fasting.
კიდევ ერთხელ თავს ვიზღვევ და ვიმეორებ, რომ არ მაქვს კომპეტენცია, რომ აი რამენაირად შევაფასო ეს ინტერვალური შიმშილი, კარგია, ცუდია, როგორია, უბრალოდ გეტყვით, რომ მიდგომა არის ესეთი, რომლის მიხედვითაც რაღაც პერიოდის განმავლობაში არ ჭამ. სხვადასხვა არის ხოლმე, ზოგიერთი 16 და 8, ანუ 16 საათი არ ჭამ და მე 8 საათის განმავლობაში ჭამ. სულ 8 საათი კი არა, 8 საათიანი ფანჯრის განმავლობაში ჭამ. ან შეიძლება იყოს, რომ 5 დღის განმავლობაში ჩვეულებრივად იკვებები და მე 2 არაგადაბმული დღე არ ჭამ არაფერს. 2012 წელს გამოვიდა 2 წიგნი, რომელიც ამ მიდგომას აქებდა, შემდეგ ინფლუენსერებმაც აიტაცეს და დღემდე პოპულარულია. ამ მიდგომის მიხედვით ხშირად საუზმეს არ ჭამ. არა, და მანამდე გქონდა ეს წესი, რომ აუცილებელი იყო და თურმე არ ყოფილა, როგორ არის საქმე მაგაში. როგორ და როცა ეს ინტერვალური შიმშილი გახდა უფრო პოპულარული, მეცნიერებსაც მოუწიათ, რომ დაეკაპიცებინათ მკლავები, უკეთესი კვლევები ჩაეტარებინათ, თავისი შემთხვევითი შერჩევით, საკონტროლო ჯგუფებით, მერე მეტაკვლევები, რამაც აჩვენა დიდწილად, რომ რაცა საქმე შეეხება წონის კონტროლს, საუზმემ კლად აუცილებელი არ არის, ანუ ინდივიდუალური ამბავია. ზოგია რომ საუზმე თუ არ ჭამა, მერე ძალიან შევდება დღის განმავლობაში და უფრო მეც ჭამს და ცუდია ეგა. სხვები არ არიან ეგრე და საუზმის გარეშე ცდილებენ და ასე ნაკლებ კალორიას იღებენ. ოღონდ აქ ნიუანსი ის არის, რომ ეს საუზმე და სადილი ხო მარტო წონის კონტროლზე არ არის, დღის განმავლობაში აზროვნებაშიც გეხმარება, დილას რო ნაჭამი ხარ, უკეთეს ხასიათზე ხარ, ეგრეა? უფრო კი, ანუ კვლევებმა აჩვენა, რომ შეიძლება მცირედით გააუმჯობესოს დილის ყურადღება საუზმემ, განწყობა, სუბიექტური ენერგიის დონე გაზარდოს, განსაკუთრებით იმ დავალებების შესრულებისას, რომლებიც ხანგრძლივ კონცენტრაციას მოითხოვს, ასევე მნიშვნელობა აქვს რა ჭამე დილით, ეს ეფექტები უფრო ძლიერი ჩანდა, როცა საუზმე მდიდარი იყო ცილებით და ბოჭკოთი, მაგრამ არც ეს იყო უნივერსალური და ძალიან იყო დამოკიდებული ინდივიდზე და სხვა ფაქტორებზე. ანუ ძილის ხარისხზე, დანარჩენი დღის განმავლობაში რა სჭამ ადამიანი. ეხლა უნდა მოვუბრუნდეთ კიდევ ერთ თემას, რომელიც უკვე ვახსენეთ ტოროლების და ბუების სერიაში ცირკადულ რიტმებს, რომელიც თუ გინახავთ ის ვიდეო, ხომ კარგი თუ არა და ნახეთ, ამას რომ რჩებით შემდეგ. დავლინკავთ ქვევით. ცირკადული რიტმი არის ბუნებრივი დღე-ღამის რიტმი, რომელიც ყველა ცოცხალ არსებას გვაქვს, ადამიანებს მათ შორის და ანუ ბუნებრივად ზოგი ადამიანი უფრო ადრე იღვიძებს, ზოგი უფრო გვიან იღვიძებს. თუ დილის ჭამა ემთხვევა ბუნებრივ დილას ადამიანისას, არის როგორც წესი, კარგი, თუნდაც იმიტომ, რომ კარგი როგორც მეცნიერები იყვნენ, მარკერი არის, რომელიც გაჩვენებს, რომ აი დაიწყო დღე და ესე ვიწყებთ ამ დღეს. მაგრამ მაგის იქით მოკლე შინაარსი ამ კვლევების არის მოკლე პასუხი, რომ ეგეთი ძალიან მნიშვნელოვანიც არ ყოფილა საუზმე და არის ძალიან ინდივიდზე დამოკიდებული. ანუ უნივერსალური წესი არ არის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ოღონდ ეხლა რაც თქვი, ყველაფერი შეეხება ჯანსაღ ზრდასრულებს. ვისაც სამედიცინო საკითხები აწუხებს, იმას თავისმა ექიმმა უნდა უთხრას, როდის რა ჭამოს და რანაირად და როცა საქმე შეეხება ბავშვებს და მოზარდებს, იქ სულ სხვაგვარად არის საქმე. ანუ 18 წლამდე ადამიანებისთვის საუზმე არის ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას აუცილებელიც კი. იმიტომ რომ არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ დილით საუზმება იყო დაკავშირებული სკოლაში უკეთეს მოსწრებასთან, იყო დაკავშირებული უკეთეს ნიშნებთან და მოკლედ ზოგადი კონსენსუსი მანდ არის, რომ ახალგაზრდებს ჭირდებათ ესა, იმიტომ რომ მთელი დღე უნდა ისწავლონ. ეხლა რატო არის, რომ იმათ ჭირდებათ და ჩვენ ისე ძალიან არა? ეხლა ჩვენს გვაქვს სასწავლი და სამუშაო დღის განმავლობაში ბებრებსაც გვჭირდება გონებით მუშაობა. საქმე იმაშია, რომ ბავშვები და მოზარდები არიან ზრდის პროცესში, მაგათი ნეიროგანვითარება არის სხვანაირი, მათი ტვინი ღამის განმავლობაში მარტივად უთქვა სხვანაირად ინახავს ენერგიას ნაკლებად და დილას ჭირდებათ. თან როცა საქმე მოზარდებს შეეხებათ, საქმე მარტო გლიკემიურ ინდექსში არ არის, ფსიქოლოგიაშიც არის საქმე. ანუ მაშინაც კი თუ ესეთი ბიოლოგიური აუცილებლობა არ დგება დილას საუზმეს, ფსიქოლოგიური არის, იმიტომ რომ როგორც თავში ვახსენე, რუტინა არის მნიშვნელოვანი და არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც დილას საუზმობენ, შემდეგ ფსიქოლოგიურად უკეთესად გრძნობენ თავს, იმიტომ რომ დალაგებული აქვთ ეს დღე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ამ სფეროში, კვებაში, კვლევებზე აწლევლების განმავლობაში დიდ გავლენას ახდენდა კომერციული ინტერესები. რომელიმე ინდუსტრიის მიერ დაფინანსებული კვლევა, როგორც წესი, იმგვარ დასკვნებს აკეთებს ხოლმე, როგორც სპონსორის პროდუქტის ინტერესებშია. ეს როგორც წესი პირდაპირ შედეგების გაყალბებას არ გულისხმობს, თუმცა ეგეც მომხდარა, მაგრამ საქმე არის ხოლმე საკითხის დასმაში, შედეგების ანალიზში. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ცუდია, ან უმეტესობა ცუდია, მაგრამ იმას კი ნიშნავს, რომ გადაჭრით რაიმეს თქმა გვიჭირს ხოლმე. ანუ
როგორც წესი, ნიუანსირებული პასუხი არის ამ შეკითხვაზე, აუცილებელია თუ არა საუზმე, იმიტომ რომ იქ უამრავი კვლევაა, რომელიც შემდეგ ეჭვის თვალით და სკეპტიკურად უნდა შეაფასო, იმიტომ რომ იცი რომ თუ ბეკონმა დააფინანსა ეს კვლევა, ის გეუბნება რომ ბეკონი არის სასარგებლო დილით, თუ კვერცხმა დააფინანსა, კვერცხი არის სასარგებლო დილით და სხვებსაც უნდა შეხედო და საერთო სურათი უკეთესად დაინახო. აი ასე. მაშ მოუბრუნდეთ თავდაპირველ შეკითხვას. არის თუ არა ესეთი აუცილებელი საუზმე და პასუხი არის გააჩნია. ერთი რაც ვისწავლე ეს არის რომ თავს დამნაშავედ აღარ გზნობ საუზმე თუ არ ვჭამე, იმიტომ რომ ბავშვი და მოზარდი აღარა ვარ, მათთვის აუცილებელია. ასევე გააჩნია რამე ხო სამედიცინო საჭიროება ხო არ არის რომ საუზმე ჭამო, მაგრამ ამას გარდა წინა შესავალი რატო გავაკეთე რომ კულტურას აქვს მნიშვნელობა. და ასე მგონია რომ მოდი აქ თქვენ დაგისვამთ შეკითხვას. როგორც ხვდები იტალიელებისთვის და ფრანგებისთვის ეს საუზმე არის აუცილებელი, იმიტომ რომ მათი კულტურის, მათი ამ სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი არის. ქართველებს რაც შეგვეხება, ეხლა თავიდანაც ვახსენე და ეხაც მგონია რომ ჩვენი სამზარეულო არის ყველაზე მაგარი მსოფლიოში, მაგრამ ასევე მგონია რომ საუზმის კატეგორიაში ჩემპიონატზე შეიძლება ვერ გაგვემარჯვა. არ ვიცი. ამიტომ მოდი თქვენ კითხავთ, ეგეთი აუცილებელია ჩვენი კულტურისთვის ქართული საუზმე? არც ვიცი მაგაზე რა ვთქვა, იმიტომ რომ ჩემთვის არის, თქვათ ახლა მეორე დილას გაცხელებული ხაჭაპური ერთ-ერთი საუკეთესო რამე არის, რაც შეიძლება წარმოვიდგინო საუზმეზე. მაგრამ ასევე ჩემპიონატზე მაგ პროდუქტით ალბათ ვერ გავიდოდე, იმიტომ რომ სხვები რაღაცას დაგვახვედრებდნენ. რა ვიცი მე, შაკშუკას. ჩვენ შეგვიძლია ჩირბული გაგვეტანა, რომელიც როგორც ხვდები მსგავსი არის, ოღონდ ნიგოზე აქ შეგნით, ოღონდ არ მიჭამია არასდროს და ნიგზიანი კვერცხი შეიძლება არ მეჩვენებოდეს კარგად, მაგრამ შეიძლება რომ გავსინჯო ძალიან კარგი იყოს. მოდი, ისქენით. თქვენ დაწერეთ, არის თუ არა ქართული სამზარეულოსთვის ეგეთი აუცილებელი საუზმე და თუ კი, რას გაიტანდით ჩემპიონატზე? რა იქნებოდა ჩვენი კონტრიბუცია მსოფლიო სამზარეულოში საუზმის კუთხით? და რახანაკა ხართ, თუ ვიდეოს მოიწონებთ, კარგი იქნება, თუ არა და კომენტარით საკმარისია და ასევე გადახედეთ ჩვენ სხვა ვიდეოებს. ზოგიერთი ძალიან კაი გამოვიდა.